მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი და დღეს ვისაუბრებთ Deep State-ის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტზე სხვადასხვა ქვეყნებში არეულობის ცვლილებების თუ გადატრიალების შესატანად, რაც არის საელჩოები, ელჩები და მათი მოღვაწეობა და რაც გვირაბ მთავარი აქცენტი იქნება საქართველოზე და საქართველოში მოღვაწე იმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული იმ რადიკალურ ქმედებებში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან უყურებთ. ალბათ ესეთი ყველაზე სახასიათო მომენტი იყო, როდესაც შუაგული აქციების დროს მათ მხარდამჭერად, მათ სცენაზე გამოვიდნენ და ამ შემდეგ და იქ არ იყო მხოლოდ ელჩები, იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და ადამიანები, რომელსაც საერთოდ არაფერი არ ესაქმებათ შიდა პოლიტიკის, სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკის მსგავს კომენტატორებად. მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. Misha Saakashvili must be free. იქ ჩვენ ვიხილეთ მოწოდებები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ. ჩვენ ვიხილეთ არაერთი თავდასხმა დემოკრატიულად ხალხის მიერ არჩეული ქართული ხელისუფლების, ქართული ოცნების წინააღმდეგ, რაც საბოლოოდ პირველად გამოიხატა ხელისუფლების მხრიდან დიპლომატიურ ქმედებაში, რაც იყო რამდენიმე დღის წინ გერმანიის ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც განემარტა ვენის კონვენცია, იმიტომ რომ ის ძალიან უხეშად არღვევს უკვე ძალიან დიდი ხანია ვენის კონვენციით გათვალისწინებულ იმ წინაპირობებს, რომლებიც უცხო ქვეყნის დიპლომატმა თავის მასპინძელ ქვეყანაში, რომელს მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს. ამ შემთხვევაში პიტერ ფიშერი, რომელიც არის გერმანიის ელჩი საქართველოში და რომელიც დაუდეკლარირებლად ქირაობდა მამუკა ხაზარაძის ბინას. ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 300 კვადრატული, სადაც გერმანელი დიპლომატი ცხოვრობს, სწორედ ხაზარაძის მეუღლის საკუთრება. ეს საერთოდ სხვა კალიბრის სკანდალი არის, განსაკუთრებით იმ ევროპული დემოკრატიის, ევროპული ბიუროკრატიის პრიზმიდან რო შეხედო, მსგავსი რაღაცა რო გაუსკდეს მაგალითად ქართველ ელჩს რომელიმე სხვა ქვეყანაში, რომ იმ ქვეყნის ოპოზიციონერი ლიდერისგან აქვს ნაქირავები ბინა და თან დაუდეკლარირებელ პირობებში ამას მოყვება ძალიან დიდი სკანდალი, ამაზე გააკეთდება კომენტარები, რომ აი ჩამოიტანეს კორუფცია და ასე შემდეგ. პიტერ ფიშერის შემთხვევაში არანაირი კომენტარი ისეთი მისი ქვეყნის მხრიდან რომ აი რაღაცა აქ დარღვევა იყო ან შეცდომა იყო ან გადაცდომა იყო არ გაკეთებულა, პირიქით ყველა მის რადიკალურ განცხადებას მხარს უჭერს შემდეგ ოფიციალურად გერმანიის ხელისუფლებაც. ესე იყო ამ დაბარების შემდეგაც, როდესაც მათ გამოაქვეყნეს ოფიციალური წერილი, სადაც საუბრის იმაზე, რომ პიტერ ფიშერის დაბარება არის პირიქით შეურაცხმყოფელი საქსილი, შეურაცხმყოფელი რეალურად რა არის ჩვენი ქვეყნის თითოეულ ქართული მოქალაქეზე, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი დადის სასამართლოებზე მხარდასაჭერად ეგრეთ წოდებული რაც დაარქვეს ძალიან აბსურდულად სინდისის პატიმრების, ისე რომ არ ელოდება არანაირი გამოძიების დასრულებას, რომ სიტყვაზე მე ერთხოს რაღაცა, რომ რაღაცა შეიძლება აქ არასწორად ხდება. ზოგადად ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ ამ ყველაფერს, ამას კიდე თავის კონტექსტი აქვს რა და მოდი კიდე ცოტა შორიდან წამოვიდეთ. ესე იგი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში საქართველოში შეიქმნა იმგვარი ვითარება, რომ ყველაფერი საბჭოთა იყო აპრიორი ბოროტება. შესაბამისად, ყველაფერი ანტისაბჭოთა და დასავლური იყო აბსოლუტური სიკეთე. მისი კრიტიკა არ შეიძლებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზუსტადაც მაშინ ავწდით დასავლეთს. რას ნიშნავს? დასავლეთი არის თავის თავში მოიცავს დასავლეთისვე კრიტიკას. ჩვენ მივიღეთ ის უაპელაციო ჭეშმარიტებად. ამაზე სულ ერთი მაგალითი მომყავს ხოლმე, აი ბალტიისპირეთი მაგალითად საბჭოთა კავშირი რო იშლებოდა, ამბობდა რომ ამხელა ეკონომიკა იშლება. ეხლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, თორე ისინი რო ანტისაბჭოთა განწყობების იყვნენ, მაგაზე მეტი ვინ იყო, ხო? აი საქართველოს რას ამბობდა, იცი, ჩვენ აგერ ბორჯომი და ღვინო გვაქვს და მივფრინავთ. ესე მაგრა ვართ, ამხელა მონსტრი რო გვაზის და საბჭოთა კავშირი რო წავა ხო ვაფშე გავფრინდებით რა. შესაბამისად მივიღეთ აი დასავლეთი უაპელაციო, ესე იგი ჭეშმარიტებად, დასავლეთი მივიღეთ ცალსახა სიკეთედ და იმ პერიოდიდან რა თქმა უნდა ამერიკის ელჩის სიტყვაზე და დასავლური ქვეყნების, მაგალითად ევროპელი ელჩები ჩვენთვის არიან ისეთი ჭეშმარიტების ღაღადებელნი, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება. ისინი არიან რაღაცა სხვა ავტორიტეტი
პრიორიტეტები. აი კოლონიზატორულ მულტფილმებში რო არის, ხო იცი, ელდორადოში და რა ვიცი, პოკაჰონტასში და იმაში თეთრი დამპყრობელი რო ჩადის, ესე იგი ინდიელების აბორიგენების მიწაზე იმას როგორც უყურებენ და როგორც აი თეთრკანიანი რაღაცა შენატრიან რა. დაახლოებით ეგ იყო ჩვენთან ესე იგი ამათი ელჩები. მე მახსოვს მაგალითად 26 მაისი, როდესაც მიშას დარბევა იმ პერიოდს ამერიკის ელჩმა ხო ჯონ ბასი იყო, რომელმაც ფაქტობრივად თქვა, რომ ეს ძალადობაში გადასვლა და ესე აი თითქოს მწვანე აუნთო რა, შეიძლება ესე ითქვას. A number of people included in that protest who were not interested in peacefully protesting but were looking to spark a violent confrontation. მე მახსოვს მე პირველი აი ესეთი დივერსია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც შეგვიძლია დავარქვათ, იყო რუსულ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონზე, როდესაც 27 ქვეყნის ელჩი ერთხმად დადგა და ამბობდა, რომ ეს არის ყოველად მიუღებელი კანონზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ NGO-ების გამჭირვალეობაზე ლაპარაკობს და ადეკლარირებს. ანუ ნახე, NGO-ც აი იმ დასავლური პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდია, რომელზეც ეხა ვისაუბრე რა. NGO გახდა ერთგვარი ინსტრუმენტი, რითიც შენ ხელისუფლებას არყევ, სამოქალაქო მოძრაობებს twin-სურევ, ანუ აქციებს, მანიფესტაციებს აანონსებ და ასე შემდეგ. თითქოს სამოქალაქო განათლება შეგაქ. არ და რეალურად დივერსიაა რა ეს. რას ვითხოვდით ხო? ამერიკას რაც აქ ფარა და უამრავ ევროპულ ქვეყანას რაც აქვს, რომ NGO-ების იყოს გამჭირვალე დაფინანსება, როგორც ჩვენ მაგალითად პარტიების დაფინანსება არ შეიძლება უცხო ქვეყნიდან ან უნდა ვიცოდეთ რა მიზნით და ვინ აფინანსებს, NGO-ც ჩვეულებრივ პოლიტიკური სუბიექტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, იმიტომ რომ მიშას მაგას ვამბობ, მიშას პერიოდის მთელი პოლიტიკოსები სულ NGO-დან მოდიოდნენ, NGO იყო ტრამპლინი პოლიტიკისკენ. და NGO ბევრად უფრო პოლიტიკურია ვიდრე პოლიტიკური პარტია. აუცილებელია გავხსნათ, ჩვენთან NGO-ები აპირებდნენ რევოლუციას, ანუ NGO-შნიკები. NGO-ები რევოლუციას კი არ აპირებდნენ, NGO-ები ამბობდნენ, რომ ტექნიკური მთავრობა დროებით თქვენ უნდა გადადგეთ, ტექნიკური მთავრობა იქნება. მეტი პოლიტიკური პროცესი რა გინდა ხა. შენი პოლიტიკის ის უნდა რა ქვია, რევოლუციის მოწყობა და პოლიტიკური სუბიექტი აბა რა არის. ეხლა ნახე, მეორე მნიშვნელოვანი რა. 27 ქვეყნის ელჩი ესე ერთხმად დადგა და ეს არის რუსული კანონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაუპირისპირდა ქართულ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, ჩვენ არ მივიღეთ ის დირექტივები, რასაც ესე გვეუბნებოდნენ ევრობიუროკრატები, იმ პერიოდის ბაიდენის ადმინისტრაცია, რასაც მოგვიწოდებდა. და მახსოვს კელი დეგნანმა ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ძალიან ისეთმა გამოხატულებამ, როგორ დაწერა, რომ შავი დღე გათენდა ქართული დემოკრატიისთვისო. ნუ შავი დღე გათენდა ქართული დემოკრატიისთვის. ეს დიპლომატიურ ენაზე როგორი ცუდი სიტყვებია, იცი, ამის იქით აღარაფერი აღარ შეიძლება რა. მაგ მხრივ რო შევხედოთ deep state-ის ინსტრუმენტად ელჩების გამოყენება დღეს მაგალითად ყველა ის ელჩი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და რომელიც ღიად გამოხატავს მხარდაჭერას ოპოზიციის ყველაზე რადიკალურ ქმედებებზეც კი, ყველა არის ქვეყნის ბიუროკრატიის წარმომადგენელი, რომელსაც უკვე ძალიან თვალსაჩინოდ deep state-ის მარიონეტი შეგვიძლია დაუძახო. გერმანიის ელჩით დავიწყეთ ჩვენ საუბარი, იგივე ზუსტად ბრიტანეთის ელჩი, რომელიც არანაკლები მავნებლობით გამორჩევა, იგივე არის ევროკავშირის ელჩი, რომელიც პირდაპირ აფინანსებს ისეთ ადამიანებს, ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს არაერთხელ გაუკეთებია მაგაზე განცხადება, ლამის ხილების ისე აქვს, რა ქვია, პროგრამა გაკეთებული, რამდენი ძალადობისკენ მომწოდებელი, ძალადობის აღმსრულებელი აქტივისტი არის პირდაპირ დაფინანსებული მათი გრანტებისგან და ყველაზე მაგარი რა იყო, მოლოტოვის კოქტეილის როლის შემდეგ რომ კამპანია დაიწყეს, რომ მე ვისროლე, მე სპარტაკი ვარ ამბავში. ისიც კი ევროკავშირის გრანტით იყო დაფინანსებული და მიუხედავად ამისა, შემდეგ ეს ელჩები, როდესაც ვინმე ეკითხება ამაზე, საქართველოს ხელისუფალი იქნება თუ ჟურნალისტი იქნება, კითხვას რო უსვამს, რომ თქვენ რატო აფინანსებთ, რატო უწონებთ ძალადობის მსგავს მასშტაბებს,
აქეთ ეძახიან მათზე თავდასხმას და მათ დიპლომატიურ საქმიანობაში ჩარევას, როდესაც არის აბსოლუტურად პირიქით. ანუ ელჩის ყველაზე დიდი გადაცდომა პოლიტიკურად თუ დიპლომატიურად შეიძლება იყოს, არის რომ შიდა პოლიტიკურ საქმეებში მან გააკეთოს ღია საჯარო რადიკალური განცხადებები, რასაც ვხედავთ ჩვენ ამ ადამიანებს. Deep State-ის მართული ყველა დიდი ქვეყნის რომლის ბიუროკრატებიც არიან მათ სამსახურში, ყველა ასეთი ელჩი არის დღეს ოპოზიციის სამსახურში რევოლუციის გვერდით, ძალადობის და გადატრიალების მომხრე და წამხალისებელი. და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რა ხა ჩვენ თუ რეალურად Deep State-ზე ვლაპარაკობთ, ხო, და აი იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ვთქვათ, ეს ელჩები არიან ინსტრუმენტი Deep State-ის ხელში. რომლებსაც მარიონეტულად რაღაცებს აკეთებინებენ და ეს ზუსტად და მართლაც ეგრეა ჩვენ დავსვათ კითხვა რატო და ამის მიზეზი ზუსტად ეს არის რაც ვილაპარაკე ეს პოსტსაბჭოთა ტრანზიცია რატომ არის ჩვენთან რომ აპრიორი ევროპული ქვეყნის თუ დასავლეთიდან წარმოჩენილი ელჩი რატომ არის აპრიორი ესე იგი ალტერნატივო რატო არის აუცილებლად მართალი ჭეშმარიტების ღაღადებელი ხო აი ეს არის ზუსტად რა და ჩვენ მე მგონია რომ აი ამ კოლონიალიზმს და მეორე მხრივ თვით კოლონიალიზმს თავი დავახციეთ აი იმ ომის დაწყების შემდეგ ზუსტად როდესაც განვამტკიცეთ ჩვენი სუვერენიტეტი მე სულამას მოვიდა სხვა შორის აი ეს მეფე ერეკლეს ძეგლიც ზუსტად ამას გამოხატავს რა ჩვენი სუვერენიტეტი ზუსტად ამ შემთხვევაში განვამტკიცეთ რომ გარედან ჩარევა გარედან მართული და გარედან მოცემული დივერსიული დირექტივები არ მივიღეთ და ესე იგი გავაკეთეთ რასა და რას შორის არჩევანი რა ჭირდება საქართველოს, ანუ ქართული ხალხის მიზნები და მისწრაფებები რა არის, აქეთ ერთ სასწორის ერთ მხარეს იყო მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და ასე შემდეგ, მეორე მხარეს იყო დასავლეთს რა უნდოდა. საქართველო ყოფილიყო ბუფერი და პატარა ინსტრუმენტი, რომელიც უკრაინასთან ერთად მიეხმარებოდა რუსეთს დასუსტებაში. რამე დიდი იდეა კი არ არის ამ შემთხვევაში, რომ აქეთ ამ მხარეს არის ვთქვათ აი ცივილიზაციური ომი და რაღაცა უბრალოდ რუსეთი რომ ოდენავ დასუსტდეს რა აი დაათვს რომ ის ესროლო მე მაგას ვამბობ კბილის საჩიჩქნი აი მხოლოდ ამისთვის უნდა გაწირულიყო და გამქრალიყო და დანგრეულიყო ქართული სახელმწიფო. მხოლოდ ამისთვის, თორე დიდი იდეაც არ იყო თქო რა. მიხდი? და ამაში ჩართულები რა თქმა უნდა, აი ეს ყველაფერი ხორციელდებოდა ევროპელი ელჩების და ზოგადად ამ Deep State-ის მიერ შერჩეული ელჩების აი მარიონეტული ელჩების საშუალებით ნამდვილად კი. ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი რომ გავიხსენოთ, რაც საუკეთესო დასტური არის Deep State-ის მიერ აღსრულებული ელჩის ხელით აღსრულებული გადატრიალების და რეჟიმის ცვლილების უნდა წავიდეთ უკრაინაში ევრომაიდანის დროს, სადაც და ანუ ეს მაგალითად ეს რატომ უყავს, იმიტომ რომ ყველაზე გაშიფრული ეს არის, იმიტომ რომ პირდაპირ დევს ყველა სოცქსელში ის აუდიო ჩანაწერი, სადაც ამერიკის საგარეოს მაღალჩინოსანი ვიქტორია ნულანდი ესაუბრება მაშინ ამერიკის ელჩს უკრაინაში და ამ სატელეფონო საუბარში გარდა იმისა, რომ უშუალოდ ევრომაიდანის აღსრულებამდე განიხილავენ იმ მოვლენებს, რაც მოგვიანებით მოხდება, ისინი აგრეთვე საუბრობენ იმაზე, როგორ უნდა დაკომპლექტდეს უკრაინის შემდგომი მთავრობა, ანუ ამერიკის საგარეოს წარმომადგენელი და ამერიკელი ელჩი უკრაინაში ერთი რომ გეგმავენ უშუალოდ ევრომაიდანს და მეორე გეგმავენ შემდეგი მთავრობის კომპლექტაციას. ანუ ამაზე დიდი ხელშესახები მტკიცებულება იმისა რომ ეს ხო ყველაფერი Deep State-ის დაგეგმილი და აღსრულებული, რომელზეც სხვა შორის აგრეთვე ადასტურებს და ყველაზე ისეთი ცნობილი ადამიანისგან ლეგიტიმური სიტყვა ვისაც კი ამაზე ეთქვის არის კენედი, რომელიც ახლა არის იქაური ამერიკის ჯანდაცვის მინისტრის ექვივალენტი ამერიკაში, რომელიც ღიად ამბობს იმას, რომ კი ეს Deep State-ის ევრომაიდანი იყო Deep State-ის აღსრულებული გეგმა და კი რომ ვიქტორია ნულანდი და მაშინდელი ამერიკის ელჩი პირდაპირ ჩაერივნენ და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება უკრაინის ჯერ ერთი რომ ჩამოაგდეს და შემდეგ მათი დაკომპლექტებით და მათი გადაწყვეტილებით დაკომპლექტდა უკრაინის შემდგომი მთავრობა.
2014, there are riots it's called the Maidan Rebellion in Ukraine, which we're not told that we are financing those riots. The newspapers never told us, our government never told us. USAID, which is a CIA front, put $5 billion into funding those riots. Those riots lead to a coup d'etat against the first democratically elected government of the Ukraine. It was a government that refused to choose sides and to say we're going to be on the side of the West. So we wanted them out. A month before that government is overthrown, Victoria Nuland, who's the part of the centerpiece of the neocon ideology and who is now a high-level official in the State Department, has a secret call with the U.S. ambassador, which is tape recorded and is now public, which anybody can go and look up, where she is picking the new cabinet for the Ukraine, which is which is a U.S. Western cabinet. So they're picking the new government a month before the old government is overthrown. ჩვენთანაც რასაკვირველია, ჩვენ ძალიან ბევრი გულაპარაკია ხომ მაიდანის სცენარზე და არც ოპოზიცია ამას დიდად არ უარყოფს არასოდეს, რომ მაიდანის სცენარი მათ რომანტიკულია, მიმზიდველია და მსგავსი რაღაც უნდათ რო გაკეთონ. უბრალოდ ჩვენთან კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს არ არის ოპოზიციურ ჯგუფებში ისეთი სიძლიერე, რომ მათ ამისი აღსრულება შეეძლოთ, იმიტომ რომ რამდენადაც გარედან არ უნდა მოგივიდეს დავალება, რამდენადაც ხარდაჭერა არ უნდა გქონდეს ამ ბიუროკრატების მხრიდან შენ და მედიაში გამოდიოდნენ და ყოველთვის ნავთს გისხავდნენ შენ პატარა ნაპერწკალზე, ის დიდ ცეცხლად ვერასოდეს ვერ გადაიქმნება, როდესაც ყავს ესეთი ოპოზიციური ლიდერები და ისეთი აქტივიზმი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში. ამიტომ, როდესაც კელი დეგნანი შენ რაც გაიხსენე დასაწყისში, აკეთებს განცხადებას, რომ ეს არის შავი ტყე დემოკრატიის, რომელიც სრული აბსურდი არის და არანაირი ფაქტოლოგია მას არ ამყარებს, ეს მხოლოდ იმისთვის გაკეთებული, რომ იქნება აქციებმა უფრო დიდი მუხტი შეიძინოს. როდესაც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახსოვს, რომ ურეკავდა უცხოეთთან თუ არ დაგვეხმარნენ აქ დგომას, ანუ ნახე თვითონ ოპოზიცია აღიარებს და ამას დიდი ხანია აღიარებდა, რომ ჩვენ შიდა ლეგიტიმაცია არ გვაქვს. ანუ რას ნიშნავს? ჩვენი ძალაუფლების წყარო ხალხი არ არის, ჩვენი ძალაუფლების წყარო უნდა იყოს უცხოეთიდან. უცხოეთმა უნდა მოუწოდოს ხალხს, რომ იმიტომ რომ ღმერთებმა უნდა მოუწოდონ ხალხს, რომ აი ჩვენ რა ძლიერები ვართ და ნახეთ როგორ ცუდი მთავრობა ყავთ, აბა დაუდექით ამ ოპოზიციას. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავადაც ოპოზიციას მაინც ვერ უდგება ხალხი. რატო? იმიტომ რომ ეს არის ყოვლად კატასტროფული, ყოვლად უნამუსო პოლიტიკური კლასი. ეს არის ესეთი გაბანკროტებული პოლიტიკური კლასი, ალბათ არც ერთ ქვეყანას არ ყავს, იმიტომ რომ ესენი არიან წამებაზე, ესენი არიან სისტემურ დანაშაულებზე, ესენი არიან მხილებული უსაშინლეს პოლიტიკურ დანაშაულებზე, მათ აქვთ უსაშინლეს პოლიტიკური წარსული. და ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, რომ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მხოლოდ რევანშზეა კიდე ორიენტირებული, გაყვეს ქართველი ხალხი რამეში. უცხოელი ელჩები, რომელთაც უნდათ რომ ამათი თამასა, ამათი ავტორიტეტი ოპოზიციური ძალების ზემოთ აწიონ, პირიქით კონტრპროდუქტიული გამოდის და იმ უცხოელი ელჩების ავტორიტეტი და პოპულარობა იწევა პირიქით ქვემოთ და ემსგავსება ჩვენ ოპოზიციას. იმიტომ რომ ასეთ გათახსირებულ ხალხს რომ აქებ ხო, ძალაუნებურად შენც ესეთი ხდები და ცოტა ხანშია ეს ევროკომისიის პრესპიკერი იქ არ დავასახელებ ქვეყანას, იქაური ელჩი, აქაური ელჩი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გადაიქცევენ ლევან ხაბეიშვილებად. ანუ მათი სოციალური სიმბოლური კაპიტალი იქნება დაახლოებით ლევან ხაბეიშვილის კალიბრის და პაატა ბურჯულაძის. და თუ უნდათ რომ გაიგონ ქართული სპეციფიკა როგორია, მაშინ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ ქართულ კულტურას, ქართულ სოციალურ პრაქტიკას, ქართულ სოციალურ პულსზე ხელი უფრო უნდა დაადონ და უფრო სწორად უნდა გვეთანამშრომლონ. კი, მაგრამ ისინი როგორც გარე აგენტები, ესე აღარ არის დავალების მიცემაში ვერ არიან თავისუფალნი, რომ თავისით რაღაც თვითშემოქმედებას მიყვნენ და აბა ეს ჩაჯდება თუ არა ქართულ სოციოკულტურულ. არა, დავალების მიცემს უნდა აუხსნან, რომ ესე აღარ ხდება და პირიქით ჩვენც ფუჭდებით და თქვენც. მაგის არ აქვს როგორცაც. აი მაგალითად ამერიკის საელჩოს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გაკეთებულ განცხადებებს რო გადავხედოთ,
გახსოვს ხო ძალიან კარგად, როდესაც ქარდებით დაუწყეს ხელისუფლებას, ქართულ ხელისუფლებას საუბარი, ანუ Facebook-ი ამერიკის საელჩო გველაპარაკებოდა ნაწყენი და გაბუტული შეყვარებულივით, რომელიც რაც კამათის მერე გადაწყვეტს, რომ ცოტა ხანი დაგშორდეს და პირდაპირ კონტაქტზე არ გამოდის და ცდილობს, რომ ეს YouTube-ის ლინკი დადოს და იმით მიგახვედროს რისი თქმა უნდა რა. ის პერიოდია, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაწერეს, რომ შავი დღე გაუთენდა ქართულ დემოკრატიას. მას შემდეგაც ტრამპმა ადმინისტრაცია დააკომპლექტა პირველი ჯერ დრობნდანიკანი მოხსნა და ჩვენ ამ მომენტისთვის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გვყავს და არა ამერიკის ელჩი საქართველოში სანამ ახალს არ დანიშნავს და მას შემდეგ რაც ეგ deep state-ის საცეცები შემსუბუქდა არანაირი მსგავსი რადიკალური კომენტარი თუ სიგიჟე ჩვენ არ მოგვისმენია ამერიკის საელჩოსგან რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას სადაც deep state-ის გავლენა სუსტდება იქ გადადის უკვე შედარებით ნორმალური ურთიერთობა და დიპლომატიური ასთა მიმოცვლის ფორმატში. და აქეთ ხარ ეს საპირისპიროდ იზრდება და იზრდება, ისევ ალბათ ეს სამი არის გამორჩეული ტრიადა ელჩებიდან ეს გერმანიის ელჩი და ბრიტანეთის ელჩი და ევროკავშირის ელჩი, რომელიც პირდაპირ არიან ფიზიკურად არა მხოლოდ სიტყვით ფიზიკურად არიან ჩართულები ოპოზიციის ყველაზე გიჟურ და ყველაზე ავანტიურისტულ ქმედებებში და ისინი საქართველოში მოღვაწეობენ როგორც პოლიტიკოსები, რომლებიც აი ხვალ უნდა აპირებდნენ არჩევნებზე გასვლას და კენჭისყრას და რაც არის აბსოლუტურად ყველანაირი დიპლომატიის და მით უმეტეს ევროპული ღირებულების დარღვევა, იმიტომ რომ მსგავსი ურთიერთობა ერთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლისგან მეორე ევროპული ქვეყნის ხელისუფლების მისამართი არის მხოლოდ შეურაცხმყოფელი და ყველანაირი წითელი ხაზის დამრღვევი და ამაზე რო რეაგირება იყო და მე ვიტყოდი რომ დაგვიანებული, მაგრამ ნუ საქართველოს ხელისუფლება მაინც ცდილობს რომ მეგობრულ ფორმატში დარჩეს ამ ქვეყნებთან, იმიტომ რომ ეს ქვეყნის ამბავი არ არის და ეს არის იმ ბიუროკრატების ამბავი, რომლის დროებით მართავენ ამ ქვეყნებს. პირველად როდესაც დავიბარეთ გერმანიის ელჩი და ახლა იბარებენ ბრიტანეთის ელჩს, ამაზე მოყვა როგორც აღშფოთება მათ ქვეყნებს, ისე შიდა აგენტურისგან და ეს ქართველი ლიბერალები და ნაცები წერდნენ, რომ ეს როგორი სირცხვილი გვაჭამა ქართულმა ოცნებამ, როგორ გაბედა და გერმანიის ელჩი როგორ დაიბარა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს ზუსტად იგივე ადამიანები, რომლებიც ხმას არ იღებდნენ, თუ არ ამართლებდნენ იმ გადაწყვეტილებას, როდესაც უკრაინამ ქართველი საქართველოს ელჩი უკრაინაში გააგდო, პირდაპირ ვთქვათ, მას შემდეგ რაც ეს იყო ერთადერთი საელჩო კიევში, რომელიც არ დაიხურა ომის დროს და ეს იყო საქართველოს საელჩო უკრაინაში. მუდმივად მოქმედის ხელი ხაზზე ჰქონდა და ერთადერთი აგრეთვე იყო. ჩვენ მივეცით ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ არა. ჩვენ მივეცით, კი ბატონო, ბელარუსში დატოვეს. რა შორს მივდივართ რა ზელენსკი ლაპარაკობს რაიმეს დაკარგვაზე და ევროპამ დაკარგა საქართველოს დაკარგვაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც მართლა ქვეყანა დაკარგა, გააუბედურა. ესე იგი, ლტოლვილად არ ექცეული ნახევარი შრომის უნარიანი მამაკაცების რამხელა პროცენტია გარდაცვლილი ემიგრაციაში ლტოლვილად ეკონომიკა საერთოდ განადგურებულია. ზელენსკი ლაპარაკობს, ესე იგი, რო ვერ მიუხედია და მხოლოდ რაღაც ავანტიურას რო გადაყვა და მართლა deep state-ის ხელში აღმოჩნდა ჩვეულებრივი მარიონეტი და გააწირა თავისი ქვეყანა, ხო? ჩვენ გველაპარაკება ამაზე. ჩვენ, რომელზეც მთელი მისი leadership-ი გვეუბნებოდა, აბა აფხაზეთში გაისეირნეთ, კარგი დღეა აფხაზეთში გასასეირნებლად. მოდი აბა გამოგვიგზავნეთ იარაღი ჩარტერით შეგვეხიდეთ გარდაცვლილებში. შეგვეხიდეთ ჩვენ იცი რა არის ძალიან ბევრი მიცვალებული ყავს და ჩვენ რო საქართველოს დაგვეხმაროს ან მათთანაც რო გაცნენ გარდაცვლილი სამხედროები და მებრძოლები ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარებოდა და რუსეთს დაასუსტებდა. ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვემეგობრებოდით, ჩვენ უგზავნიდით ჰუმანიტარულ დახმარებას და ისინი ამბობდნენ რუსეთს სანქციების გვერდით სავლაში ეხმარებიან.
2014 წლიდან ჩვენ ვემეგობრებოდით, ისინი კიდე ჩვენ დამნაშავეებს, ძალიან დიდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომლებსაც პოლიტიკური დანაშაული მიუძღვით და სისხლის სამართლის პოლიტიკურ იმაზე რა ქვია, სისტემურ წამებაზე ლაპარაკი, იმათ ნიშნავდნენ მაღალ თანამდებობებზე და ლიდერშიპში ყავდათ ისინი. ამდენი ხნის განმავლობაში ვიკეთებდნენ ესე და ეხა კიდე ზელენსკის ყოფნის გამბედავ ნამუსი, რომ ჩვენ გველაპარაკოს აი ესეთი ტონალობით და პლუს ამას აი ევროპამ საქართველოს დაკარგა, რაღაცის დაკარგვაზე ილაპარაკოს. ნუ მოკლედ რა ეს ხო უკრაინა რეალურად ერთგვარი თავში საფარი იყო, როგორც რაღაცა მეორე მსოფლიო ომის დროს გაქცეული ნაცისტებისთვის, გერმანია, ჩვენი ნაცისტებისთვის ან ნაცისტებისთვის იყო უკრაინა, იმიტომ რომ სააკაშვილი და დაწყებული ადეიშვილი, ყველა მანდ გაიქცა, ადეიშვილი დღემდე მსახურობს მათ რიგებში თანამდებობებზე ნიშნავდნენ და ექსტრადიციას არ გვიკეთებდნენ, ბიჭო, ანუ ჩვენთან. ექსტრადიციას გარ თანამდებობებზე ნიშნავდნენ, ბიჭო და მიშა გამოგვიგზავნეს აქ რევოლუციის მოსაწყობად. ვისაც არ ნიშნავდნენ, მაგალითად, მეგის ქარდავას ანუ მეტი დადასტურება რო არ არსებობს, ანუ ყველაფერი რო დადასტურებული ქონდა ჩამისი სისხლის სამართლის დანაშაულები, მაგ ადამიანს ექსტრადირებას არ აკეთებდნენ და არ გვაძლევდნენ. ანუ იქ მაგ ტიპის ცალმხრივ ურთიერთობაში ვიყავით ამდენი ხნის განმავლობაში და მიუხედავად ამისა საქართველოში როგორც კი ომი დაიწყო და ნაკადი შემოვიდა უკრაინელების სკოლები გავხსენით. უკრაინელ ბავშვებს რო დისკომფორტი არ ქონდათ, მათ ენაზე მიეღოთ განათლება და მერიამ ყველა უფასოდ იმას რა ქვია, საცხოვრებელი მიცა და ასე შემდეგ. მოკლედ დღეს ამით გემშვიდობებით ჩვენ ვეცადეთ ასე იგი თქვენთვის ხილული გამხდარიყოთ დაგვენახებინა Deep State-ის ხელში თუ რა ინსტრუმენტი და იარაღი არის ეს უცხოური საელჩოები, განსაკუთრებით დასავლური ქვეყნების, იმ ქვეყნების, რომელსაც ესე იგი Deep State-ი მთლიანად ულაგებს ადმინისტრაციას, ჩვენ ვეცადეთ დაგვენახებინა თუ რა კულტურული ფენომენია ზოგადად ჩვენთან ელჩია 90-იანების შემდეგ, რომ ის მოიტანს სიმართლეს, იმას უჭირავს რაღაცა წმინდა ცეცხლი და ჩვენ ვეცადეთ დაგვენახებინა ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ეხლა არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე ეს ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ჩვენ გარედან ვთქვათ ესეთ მოცემულ დირექტივებს აროგანტულს აღარ მივესალმებით, არათუ მივესალმებით, აღარ შევასრულებთ და პასუხიც აქედან მშვენიერი და ძალიან ადეკვატური იქნება, გეგმაზომიერი. ძალიან მნიშვნელოვანი ყოველთვის, როდესაც ჩვენ მოვისმენთ ელჩის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებას, მასში დავინახოთ კონტექსტი, რა კონტექსტში აკეთებს ამას, რამდენად რეალურია, საფუძველ რეალობა გააჩნია მას და არის პირველ რიგში არის თუ არა ეს იმ ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული Deep State-ის ბიუროკრატიასთან. დღეს ამით გემშვიდობებით, კარგად ვზანდებოდეთ.